თავდაჯერებულ ვარ, ცუდი და არ მაკლია. მე მაშინ ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს. ეხა ორივე გამლანძღავს ქართული ოცნების მომხრეებს და ნაციონალურ მოძრაობის მომხრეებს. დღეს რა არის ქართული ოცნების მთავარი იარაღი? ეს არის ივანიშვილის ტრაგედია. ადამიანი, რომელსაც აშანტაჟებენ რაღაცა ჩანაწერებით. პოლიციელის დობა რო არ გექნება, მაშინაც წინა ხაზზე ვიდექი, სულ წინა ხაზზე მიწევს ყოფნა რატომღაც. ან ისეთ ომში შედიხარ, რომ შეიძლება ვერ გადარჩე ამ ომში. ბევრი გაიქცევა. ეს ქართულ ოცნებას არ ესმის ნდობის ფენომენი რა არის. არაფერს არ ვაჭარბებ, ზუსტად ესე იდგა საკითხი. ქალბატონო ეკა, ძალიან იშვიათია ადვოკატს და მით უმეტეს პოლიტიკოს კონდეს ამხელა მედია კაპიტალი, როგორც თქვენ. საკმაოდ სასურველი და ხშირი სტუმარი ბრძანდებით სხვადასხვა გადაცემების და ახლა არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკური გადაცემების. თქვენ თვითონ როგორ ახსნით ამ ინტერესს? ხო, სხვათა შორის საინტერესო შინაარსი აქვს ხა ამ კითხვას. მიფიქრე ამაზე, რომ რა არის ის საიდუმლო, რომლითაც ძალიან ბუნებრივად თავისთავად ისე რომ მე ამაში ძალისხმევა ნამდვილად არა მაქვს ჩადებული. აი ბოლო დაახლოებით 20 წელია, 18-19 წელია აქტუალობა და ინტერესი რაღაცნაირად არ იკარგება ჩემი სხვადასხვა გამონათქვამების თუ მოსაზრებების მიმართ. მე ვფიქრობ მაინც თუ არ ჩამეთვლება გადაჭარბებულ რაღაცა თავდაჯერებულობაში, თავდაჯერებულ ვარ, ცუდი და არ მაკლია, მაგრამ მინდა რომ ეს ზომიერად ჩანდეს. მე მგონია გულწრფელი, პირველ რიგში გულწრფელი რესპონდენტი, როდესაც ხარ და გაქვს დიდი გამოცდილება, რომელზედაც საუბრობ ღიად, გახსნილად, ღრმად და როგორც ვთქვი, აი გულღიად, როგორი კარგი სიტყვა, გული ღია, გულღიად, როცა საუბრობ, მგონია რომ ეს ინტერესს არ კლავს და სხვათა შორის არანაკლებ ბევრი თხოვნა მაქვს, აი სულ და ეს პერიოდიც არაპოლიტიკურ ფორმატებში მონაწილეობის, რაც უფრო მომწონს. და თქვენ სიამოვნებით დაგთანხმდით, როდესაც მომიწვიეთ, ჯერცეთი ვნახე თქვენი გადაცემები და საინტერესოა ძალიან და მომწონს ეს თავისუფლების სივრცე, საერთოდ ყველაფერი მომწონს, სადაც თავისუფლებაა. და მივიღე ეს შემოთავაზება სწორედ იმიტომ, რომ მხოლოდ პოლიტიკაზე არ უნდა ილაპარაკო და ჯერცერთი არ დავბადებულ ვარ პოლიტიკოსად, მე უბრალოდ პოლიტიკურ პროცესებში აღმოვჩნდი, თორემ ჩემი პროფესია არის ის რაც ყველა ძალიან მიყვარს, იურისტობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ადვოკატობა, ეს არის ჩემთვის უსაყვარლესი ბუნებრივი მდგომარეობა. ქალბატონო ეკა, როდესაც ვემზადებოდი ინტერვიუსთვის და ვნახულობდი თქვენ სხვადასხვა განცხადებებს, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყოველთვის მზად ხართ რაღაც დარტყმებისთვის. თითქოს რაღაც მობილიზებული ბრძანდებით ამის მიმართ. რა საინტერესოა. ეს ქართულმა პოლიტიკამ იმოქმედა თქვენზე თუ რაღაც ბავშვობიდან ასეთი ბრძანდებოდით? რა საინტერესო რამე თქვით, რატო იცით? ეხა მე მაქვს ხშირად ესეთი განცდა, რომ აი ძველ ფილმებს რო უყურებ, ისტორიულ ფილმებს, აი მუზარადებით რაღაცა აბჯარი რო აცვია მეომარს და სულ ბრძოლის ველზე როა, მაქვს ხშირად ესეთი განცდა, რომ იმდენად დრამატულ პროცესებში მიწევს ყოფნა, ну, ეხა ბოლო პერიოდი უფრო პროფესიულად, უფრო მეტად ვარ დატვირთული, მაგრამ წინა წლები, ჩემი წინა პერიოდი, აი დაახლოებით 2006 წლიდან აი თითქმის უწყვეტად სულ აქციები, საპროტესტო ღონისძიებები, დარბევები, სროლები ამ დარბევების დროს წინა რეჟიმის პერიოდში, ვამბობ აი სააკაშვილის პერიოდში, ну მე გაგრძელდა სხვა ტიპის დრამატული პროცესები. აი სულ ვიყავი რაღაცა სადაც ყველაზე დიდი ცეცხლია და სადაც არის
ყველაზე კრიტიკული და სახიფათო პროცესები და იქ რო ხარ ეს რაღაცა შიშები არა მაქვს გულსფერად გეტყვით და ეს რაღაცა გადავლახე მქონდა ბავშვობაში მქონდა რაღაც შიშები ამაზე ვილაპარაკოთ თუ გინდათ მოგვიანებთ მაგრამ რო გადავლახე შიშები და ყველაფერს შევეხე რაც ადამიანს აფრთხობს ისიც ეშინია ბუნებრივად ხო მოკვდავ ადამიანს მე იმ ყველაფერს შევეხე უკვე ამას რო შეეხები მე აღარ გეშინია და აი უკვე განცდა მაქვს რომ ეს აბჯარი სულ მაცვია იმიტომ რომ თუ არ გეშინია და ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა მე რო აღმოაჩენ შენ თავში რომ აი შიგნით მყარად ხარ აი მყარი კონსტრუქცია გაქვს შიგნით აღარ მერყეობ აი პროცესები გავლილი მაქვს ადამიანური სისუსტეები ყველაფერი მაგ განცდილი და ვიცი ეგ მქონია მაგრამ ეხლა არა მაქვს და ეხლა არის როგორი შეგრძნება იცი რომ რაღაცა მძიმეს რო ვეხები და მძიმე არის სიმართლე არის რთული ფენომენი და სახელს რო არ ქმევ და სისტემას რო ეჯახები რომელსაც ბევრი ძლიერი ლობისტი ყავს სულ უნდა ელოდო რომ მიიღებ უკუ რეაქციას თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდები ეს მე ვიცი მაგრამ მზად ვარ ამისთვის და ეს აი ზუსტად იყო ამ კითხვაში გადმოცემული და ეგ როგორ არის ეს ბავშვობა საერთოდ აყალიბებს ყველას ჩვენ ყველას ბავშვობა რაღაცნაირად აი ფესვებს გიმაგრებს უდიდესი როლი აქვს აი მე მუშაობდი პარლამენტში სკოლამდელი განათლების რეფორმაზე ეს არის ბაღის ასაკი და აი მაშინ გამიცნობიერდა ღრმად როცა შესწავლა დავიწყე, იმიტომ რომ ის კანონი მაშინ ჩემი ინიციატივით მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, პირველი კანონი, რომელიც მივიღეთ სკოლამდელი დაწესებულების ასაკის ბავშვებისთვის, როგორი უნდა იყოს აღზრდის განათლების მოვლის, ზრუნვის ეტაპები, ну დიდი თემაა. და მაშინ ნახე, რომ აი 2 წლის ასაკში ჩვენ ვიღებთ ისეთ უნარებს, რომელიც მთელი ცხოვრება მოყვება. და დიდი გავლენა აქვს ბავშვობის პერიოდს, როგორი ვყალიბდებით. ნუ მე ბავშვობა არაჩვეულებრივი მქონდა, ლამაზი, ფერადი, მაგრამ ყველა შემდეგი პერიოდი უკვე 17 წლის ასაკში, მე 17 წლის ასაკში რევოლუცია მოვახდინე განათლების რეფორმაში, სისტემაში და განათლების რეფორმა ჩავატარე. კიბებზე უნივერსიტეტის და აი იქიდან იწყება ჩემი გამოწრთობა. იქიდან მაცვია უკვე აბჯარი და მუზარადიც მახურავს, ეს არის უფლის წყალობა. სისტემა ახსენეთ და ლობისტები. სანამ ლობისტებზე გადავალთ, მინდა თვით თავარ სისტემაზე გკითხოთ. მინდა გაიხსენოთ როგორი იყო პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. საინტერესო ძალიან. ჯერც ერთი იმიტომ იყო საინტერესო, რომ არავინ არ იცნობდა მას და როდესაც ის გამოჩნდა პირველად ქართულ პოლიტიკაში განცხადებით. და ვიზუალიზაცია მისი არ იყო ფოტო, არ იცნობდა არავინ, არ ხვდებოდა არავის. ეს იყო 2011 წლის 7 ოქტომბერი. ზუსტად მახსოვს მის განცხადება რომ გავრცელდა. მე მაშინ ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს და მინდოდა იმ სისტემის შეცვლა. იმიტომ რომ მაშინაც სასამართლოს თავისუფლებისთვის ვიბრძოდი. მე სხვაგვარად პოლიტიკაში ვერ აღმოჩნდებოდი. არ ვიქნებოდი არასდროს ქართულ პოლიტიკაში ეს იდეა რო არ მქონდეს, რაც დღესაც ჩემთვის თავარი იდეაა, თავისუფალი მართლმსაჯულება. და იმ პერიოდში იყო ოპოზიცია ძალიან დასუსტებული. მეც ვიყავი მაშინ პროცესის ნაწილი, მე მაშინ გავხდი პირველად დეპუტატი 2009 წელს და დავჭერი მანდატი და არ შევედი პარლამენტში პროტესტის ნიშნად. და ძიმე რეპრესიების პერიოდი გავიარე, იმიტომ რომ მე დაიჭირა ჩემი შვილი, ჩემი ძმა. ამაზე მოგვიანებით. და ასე შემდეგ და აი ამ პერიოდში ყველა იყო დაღლილი ბრძოლისგან. მე ვიბრძოდი გაუჩერებლად ამ რეპრესიების მიუხედავად, მაგრამ უკვე აი გრძნობდი რომ რაღაცა სტაგნაცია იყო და აი ამ დროს ჩდება ახალი ფენომენი ივანიშვილის განცხადება და ზუსტად განცხადებიდან 2 დღეში მირეკავს და მეუბნება რომ შეხვედრა მინდა და როგორი შეგრძნება მქონდა იცით რომ
აი რაღაც ყოველდღე რო დარბევებს და რაღაცა ის სიკვდილს რო ელოდები და ადამიანები ძალიან დიდ საფრთხის ქვეშ იყვნენ და უცებ აღმოჩნდი რაღაც შუშის სასახლეში შეხვედრას. როგორი განცდა მქონდა, იცით, აი სხვა სამყარო იყო. სხვაგან, აი ემოციურად სხვაგან მიყავი და აი ეს ჩემზე ვერ ახდენდა გავლენას ეს გარემო. ის ჩავიდინე, რაზეც გამაფრთხილეთ. არა უშავს. ხო, და ახსოვს ეს შეხვედრა, სადაც მე ემოციურად ისე ვიყავი საპროტესტო აქციებზე და შემხვდა, მარტო ვიყავით, არავინ არ იყო და მითხრა რომ მინდა გაგაცნობა შენი და მინდა რომ გთხოვო რომ იყო ჩემი პირადი ადვოკატი. და ასევე იმ შეხვედრაზე მითხრა რომ ძალიან სწრაფად მინდა რომ მიიღო ეს გადაწყვეტილებაო რომ გადმოხვიდეო აქ ბიზნეს ცენტრში, ანუ მუშა პროცესში და მომეხმარო რომ პარტია დავაფუძნოთ ერთად და ერთ წელიწადში არჩევნები მოდიოდა და არჩევნებით შევცვლიო ამ რეჟიმსო. და მე ვკითხე, მე რატო ხვდები თქო და მითხრა პირველი ადამიანი ხარო ქართველ პოლიტიკოსებს შორის, მაშ პოლიტიკურ პროცესში ვიყავი ჩართული, ხა პოლიტიკოსი არ ყოფილვარ სტატუსით, რა ვიცი. ესეც ახლა პროფესია ხო არ არის, უფრო პროცესის ნაწილი ხარ, მაგრამ ნუ ვკითხე მე რატო ხვდები თქო. და მითხრა რომ აი ეს ისტორია რაც ახლა გავიხსენე შვილის და ძმის, მითხრა რომ აი 2 წელია ვაკვირდებიო ამ ამბებსო და ვარო გაუცებული ამ სიძლიერით და ამ გამბედაობით, რასაც ხედავ და მჭირდება ესეთი ადამიანიო გვერდით და მინდა რომ თამაში მოქალაქეობა ჩამოართვა ძალიან მყისიერად ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა და მითხრა რომ მინდა რომ ამ სასამართლოზე დაიცვა ჩემი და ჩემი მეუღლის ეკატერინეს ინტერესებიო. ხო, ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და მთავარი ფრაზა ჩემი, ან მთავარი ამბავი ჩემგან, რაც მან მოისმინა, იყო უთხარი, იცი თქო რატო ვდგავარ ქუჩაში? მე არ მაინტერესებს არც თანამდებობა, არც პოლიტიკური კარიერა არ არის ჩემთვის საინტერესო. მე იდეის გამო ვდგავარ მეთქმემი და თავისუფალი სასამართლო. და თუ ამასე ვთანხმდებით, რომ ეს იქნება, როცა შეიცვლება ხელისუფლება, მე არაფერი არ მაქვს საფიქრალი თქო. მითხრა რომ კი, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი ამბავი, მთავარი საკითხი და ზუსტად ესე ვხედავ მეც. ეს ხო ჩვენი საუბრის მთავარი შეთანხმება და მთავარი შინაარსი. როგორი ადამიანი შთაბეჭდილება დატოვა? დადებითი იმ პერიოდში? თუ რაღაც იმედის შუქი იყო. იცი რა, არ იყო იმის დრო, რომ იმ პირველ შეხვედრაზე მე უფრო მერე მქონდა ამის დაკვირვების დრო, იმიტომ რომ პირველი დღიდან მე მოვყვებოდი უკვე ამ პროცესს და დაახლოებით 2011-დან 7 წელი მე ვიყავი ძალიან ახლოს ამ პროცესებთან და 2018 წელს დეკემბერში გადავდექი ამ ცნობილი ამბის სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე კონფლიქტის გამო. და იქამდე, ახლა პირველ შეხვედრაზე ნაკლებად უფრო დამჭა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო საინტერესო შეხვედრა და ის რომ იმდენად მნიშვნელოვანი იყო იმ რეჟიმის შეცვლა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც აჩვენებდა ამ ზაობას, ან ძალას, რომ შეიძლებოდა იმ რთულ სიტუაციაში ყოფილიყო დამხმარე, გამწევი, ფაქტორი, როგორც გინდათ ისე, აი, გავაკეთოთ ფორმულირება. იმასაც დათანხმდება. რა თქმა უნდა, თუ არ იქნებოდა მე რაც თქვი, მთავარი იდეაზე შეთანხმება, ეხლა მე არ ვიცოდი არც მისი წარსული, არც მისი, არავინ არ იცნობდა მას, არავინ არაფერი არ იცოდა, მისი კავშირები და ასე შემდეგ. მან თქვა, რომ მე რაც მომიყვა, მინდა რომ ამ ქვეყანაში ვიცხოვრო, არსად არ მინდა წავიდე. ან ჩემზე გავლენა იქონია უფრო პოზიტიურად ამ შეხვედრამ. მაგრამ მისი გზავნილები, მისი საუბარი, მისი ლექსიკა, მისი იდეები იყო სრულიად განსხვავებული.
მისაღები, ვიდრე ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ეს ორი სხვადასხვა რამეა. ჩემი შემდეგი კითხვა იყო დღეს როგორია თქო და რა მაინტერესებს რა შეიცვალა თვითონ თუ გარემო მის გარშემო? რთული თემა, იცით, ძალიან რთული ჩაღრმავება ჭირდება ამ თემას. პირველი ის, რომ ადამიანები გარემოებების მიხედვით ავლენენ იმ დაფარულ მხარებს, რაც შეიძლება არ ჩანდეს რაღაც ეტაპზე. ხო, არ ვიცი ხა ბიბლიურად სავლე პავლეს ფენომენი ესეც არის, ხო? მნიშვნელოვანი რაღაცა გარდატეხის მაჩვენებელი მაგალითი, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ გარემოებებმა, რომელიც უკავშირდება უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ბევრი რამ, რაც არ ჩანდა დაფარული, იდუმალი თუ ასე შემდეგ, ან შესაძლოა ახალი ფაქტორებიც, აი ამ გარემოებებმა აჩვენა, რას გულისხმობთ? აი უფრო მგონია, რომ ის რაც გამოჩნდა კურსის ცვლილება და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი გამოჩნდა უფრო უკრაინაში ომის შემდგომ ქართული ოცნების მხრიდან. სად მიდიოდა ჩვენი გზა? ხო, საიდკენაც მიყავდა ქართულ ოცნებას საქართველოს სახელმწიფოს მომავალი, მაგრამ თვითონ პერსონალურად მისი ცვლილება, ხა ის მარტივი ადამიანი არ არის და არც არასდროს არ ყოფილა ამ ურთიერთობებში მარტივი, მაგრამ არც მე არც სხვა შორის მარტივი ადამიანები დიდათ არ მომწონს, უფრო მგონია, რომ ადამიანი საინტერესოა თავისი სირთულითაც, თავისი განსხვავებული ხედვებითაც და თავდაპირველად ჩვენ არ გქონდა არანაირი წინააღმდეგობები საგარეო კურსთან დაკავშირებით, რეფორმებთან დაკავშირებით, ჩემ იდეასთან დაკავშირებით, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, რომ ეს რეფორმა დავიწყეთ, პირველი ხო დიდი ამნისტიით დავიწყეთ, დიდი თავისუფლების მანიფესტით დავიწყეთ ჩვენი მოსვლა ხელისუფლებაში. მე ვიყავი ერთ-ერთი ავტორი ყველაზე დიდი ამნისტიის გედი ფოფხაძესთან და ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად და შემდეგ თელმა ქართულმა ოცნებამ და კოალიციამ დაუჭირა მხარი ამ ამნისტიას, რომლითაც ათასობით პატიმარი გავათავისუფლეთ და ეს იყო რაღაც აი ახალი ეტაპი, თავისუფლების დიდი მანიფესტი, დიდი განაცხადი, რომ იწყება ადამიანებზე ზრუნვა და მოყვა რეფორმები. ანუ პირველი ეტაპი წლები იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. აი შემდეგ ხდება უკვე, აი როდესაც იწყება ძალაუფლებისთვის ბრძოლა და ეს ხაზი გადიოდა პირდაპირ სასამართლოს პოლიტიკურ გავლენებზე, აი ეს იყო ჩვენი მთავარი კონფლიქტი და მე მაშინ გავახსენებ ჩვენი პირველი საუბარი, მას ვთხარი, რომ ხო გახსოვს მე რომ შეხვდით, მე გითხარით რისთვისაც ვიბრძოდი და 2018 წელს აღმოჩნდი პირისპირ ამ თემასთან და ამ არჩევანის წინაშე დამაყენეს და დამაყენა თვითონ სადაც ერთ მხარეს იყო კეთილდღეობა, სიკეთე, ბევრი მატერიალური, ავიც, ყველაფერი ხო წარმოგიდგენიათ ეხლა? მასე დაგიხატათ? არა, ნუ ერთიანობაში ესია, ხო? აბა ეხლა როცა ყველაზე მნიშვნელოვან რა გადაწყვეტილებაზე გეუბნებიან, რომ ეს არის ყველაზე მთავარი ამბავი, მხარი დაუჭირო უვადოთ იმ მოსამართლეების არჩევას, ვისაც ვებძოდი მე იმ წინა წლებში, როცა ქუჩაში ვიდექი და თუ ამას გავაკეთებდი, მექნებოდა ყველაფერი, რასაც კი ადამიანი ისურვებს და ინატრებს ამ მატერიალიზებულ სამყაროში, ესე იდგა არჩევანი. ან ისეთ ომში შედიხარ, რომ შეიძლება ვერ გადარჩე ამ ომში. ეს იყო ჩემი არჩევანი. არაფერს არ ვაჭარბებ, ზუსტად ესე იდგა საკითხი. ქალბატონაკა, თითქმის 7 წელი იყავით. 7 წელზე მეტი. კი. ქართული ოცნების პარტიის წევრი. იმ 7 წლის განმავლობაში სხვა რაღაც სიგნალები არ არსებობდა, რომ ეს სიგნალი. გეფიქრათ, რომ იქ არ მივდივართ, სადაც მინდა რომ წავიდეს. იქამდე არაფერი არ ხდებოდა მსგავსი. ნახეთ, 2018 წლამდე თქვენ ვერ გამახსენებთ, ვერცეთ რთულ კრიზისულ პოლიტიკურ პროცესს, აი არაფერი არ ყოფილა, ისეთი, მე ვამბობ რთული და კრიზისული.
რომლის გამოც შეიძლება იგივე გაწყვეტილება მიმეღო. და ერთი პირობა ახლავს კიდევ ამას. იდეალური არ არის მართვა, იდეალური არ არის სახელმწიფოს მართვა, იდეალური არ არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ სწორად მივდივარ თუ არა, ნახეთ რა იყო გამსასვლელი, რეფორმებს ვატარებდით, კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, უვიზო, უბრალოდ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება იყო უმნიშვნელოვანესი, რომელსაც წინ უძღოდა რეფორმები, რომელსაც ჩემი კომიტეტი და არაჩვეულებრივი დიპლომატი, უნიკალური ადამიანი ელჩი თედო ჯაფარიძე და ჯგუფი მასთან ერთად უძღვებოდა და ეს უვიზო მიმოსვლა ესე კი არ მოვიდა, რომ ციდან დაგვეცა საჩუქარი. ამას უძილ ღამეები უძღოდა წინ ჩვენი, როცა ჩვენ ძალიან სწრაფად ვახდენდით კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან. და ივანიშვილი ამას ხელს არ უშლიდა, პირიქით. და საგარეო კურსი იყო გამართული, კონსტიტუციაში ჩავწერეთ საგარეო კურსი, კონსტიტუციაში ჩავწერეთ გამართული დეფინიციები, თუმცა იქ ბევრი რაღაცეები კობახიძის აფსუსებიც ახლავს იმ კონსტიტუციას, მაგრამ ამ ნაწილში იყო გამართული რეფორმები ციხეში, პენტენციურ სისტემაში, ადამიანის უფლებების კუთხით, ჯანდაცვის კუთხით და შემდეგ ბევრი რეფორმა დაიწყო. და რა თქმა უნდა იყო ეხა შიდა გარკვეული პოლიტიკური ჭიდილი კოალიციის ფორმაჩ და შემდეგ, მაგრამ არ იყო პარტიის შიგნით იყო კოალიციის. აი ხო გახსოვთ მაშინ იყო სხვა პარტია ჩვენთან ერთად, ხო? და ვიღაცები წავიდნენ, ვიღაცები დარჩნენ და შემდეგ, მაგრამ ეს არ იყო ის თემა, რაცაც მე ვიფიქრებდი, რომ ეხა ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ. არ დგარა ეს საკითხი. ჩემი მთავარი წუხილი იყო სასამართლო რეფორმა და მე ამ პროცესს უძღვებოდი და იქამდე ვიდრე მე შემეძლო ამ პროცესზე გავლენის მოხდენა. მე იქ ვიყავი. როგორც კი მივხვდი, რომ მე ამ პროცესზე მეტად ვეღარ მოვახდენდი დადებით გავლენას. მაშინვე გავაკეთე ეს არჩევანი, სია გავაჩერე. ვერ აირჩიეს ის 10 წარსული რეჟიმის სახური მოსამართლეები, სია გაჩერდა ჩემი გადადგომისთანავე და წავედი თანამდებობიდან. ეს ხო ჩემი არჩევანი. ასე რომ იქამდე აი თუ მკითხავთ რამე კონკრეტულს, რომ აი ამის გამო რატო არ წავედი, გეტყვით თუ იყო ესეთი რამე. იყო შიდა კონფლიქტები, ჩვენ არაერთხელ გვიჩხუბი, არაერთხელ გვიკამათია მე და ბიძინა ივანიშვილს, არაერთხელ. მაგრამ მე საბოლოოდ მიმყავდა ეს პროცესი, მაინც ამ შიდა ჭიდი, მათ შორის კობახიძის გუნდთან სულ კონფლიქტი მქონდა. და ვერაფერს ვერ ბედავდნენ ღიად. რაღაცა ფარულად მოქმედებდნენ, მაგრამ 2016-დან რაც ის შემოვიდა მის ჯგუფთან ერთად პარლამენტში, მე საკუთარ გუნდში მქონდა ეს შიგნით კამათები და კონფლიქტები და ძალიან ღიად ვაფიქსირებდი სულ ჩემ პოზიციას. ქალბატონაკა, თქვენ ამ მითხარით ახლა, რომ არაერთხელ გვიჩხუბია მე და ბიძინა. კი, არაერთხელ გვიჩხუბია. სხვას ქონდა ასეთი, როგორ თქვა, შესაძლებლობა ჩხუბი ბიძინასთან. არა, მაგას ვერ ბედავდნენ. რატომ ეშინოდა? ეშინოდათ, აბა, ეშინოდათ. მაგას ვინ გაუბედავდა? ერთადერთი იყო აი გამონაკლისი ბოლოს, როდესაც ჩემი გადადგომის შემდეგ რამდენიმე დეპუტატი წამოვიდა, გედი ფოფხაძე, სვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კიდე გიორგი კვირიკაშვილი და შემდეგ. აი წამოსვლის პროცესში მათ თავის სათქმელი თქვეს. და გედი იყო სხვა შორის ფოფხაძე ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც ასევე ღიად გამოხატავდა ხოლმე პროტესტს, მაგრამ მე როგორც გამოვხატავდი, ისე როგორც თავად ივანიშვილი ამბობდა, რომ როგორც შენ მეჩხუბებიო, ესე არავინ არ მეჩხუბებაო. ესე ამბობდა, რომ ესე მეჩხუბებიო, რომ ესე არავინ არ მეჩხუბებაო. ნუ მე ხა ვჩხუბობდი, რა ვამბობდი, წავეთ ალბათ და სულ სასამართლო თემაზე ვქონდა ჩვენ ეს კამათი. სულ ეს იყო თავარი თემა. დღეს რა არის? ძალიან პოლიტიზირებული ინტერვიუ გვაქვს ჩვენ. არა. რას ფიქრობთ, დღეს რა არის ქართული ოცნების მთავარი იარაღი? პირდაპირ გეტყვი, ეს არის სასამართლო, ეს არის სამართალდამცავი ორგანოები.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა და სასამართლო ეს არის მისი მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის. ამით იმართება დღეს რეპრესიული სისტემა. სხვა კითხვა, რის ეშინიათ ქართულ ძალაუფლების დაკარგვის. ვერ წარმოუდგენიათ ამის გარეშე თავი ვერ წარმოუდგენიათ. ქალბატონო ეკა, როდესაც დატოვეთ პარტია, როგორ მიიღო ეს საზოგადოებამ? ვერ გაიგო. რატომ? ეგონათ რომ ტყუილი იყო? ხო, აი ვერ დადგმული სცენარი ეგონათ? ხო, კი. და მას ხელს უწყობდა თავად ქართული ოცნება თავიდან. ის ავრცელებდა ხმებს, ჭორებს, თუ ჯგუფები მუშაობდნენ ამაზე, რომ ეთქვათ, რომ ეს ივანიშვილის პროექტია და ისედაც ჩვენი დაშორება, აი ეს ბოლო წამოსვლა ჩემი თვითონ ივანიშვილმა ისე გააკეთა ეს დამშვიდობება, რომ ყველას ენახა, რომ ეს არ იყო ომი, არამედ ეს იყო ორი თანამებრძოლის რაღაცა როგორ გითხრათ, რაციონალურად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს არ იყო კონფლიქტი. უბრალოდ ეს იყო განსხვავებული მოსაზრება. მან აჩვენა ეს ირგვლივ მყოფებს, იმიტომ რომ არ უნდოდა სხვებს ეს განცდა ქონოდათ, რომ აი მე კარი გავიჯახუნე და ის წავედი და მივხვდი ამას, მაგრამ ეს ჩემთვის დეტალები იყო. ამას არ ქონდა მას ჩემთვის მნიშვნელობა, მე იმდენად რთულად გავდიოდი ამ პროცესს და დიდხანს საზოგადოების რაღაც ნაწილს ქონდა განცდა, რომ ეს ივანიშვილის პროექტი იყო, მასთან შეთანხმებული იყო ჩემი ეს ნაბიჯები, ვერ მიხვდა ეს ხალხი, რა სია, რა მოსამართლეების არჩევა. აი გული მწყდება, იცი, აი რაზეც გული მწყდება. დღეს ხო ყველა საუბრობს სასამართლოს პრობლემაზე, ამდენ პოლიტიკურ პატიმარზე, ამდენ უსამართლოდ დაჯარიმებებზე, ტროტუარზე ადამიანების დგომის გამო, პირბადის გამო და ყველა მიხვდა, რომ თურმე რა მნიშვნელოვანია სასამართლო. აი მაშინ, როდესაც მე გადავდექი და ვთქვი, რომ აი ამ რეფორმის ჩავარდნის გამო და ამ ცუდი მოსამართლეების გამო მივდივარ, რომ ისინი არ მოვიდნენ ისევ ძლიერ პოზიციებზე, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ვერ გაიგო და არ მიგრძნია მაშინ გარდა სამოქალაქო სექტორისა უფლებადამცველებისა, არ მიგრძნია ეს დიდი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ვერ გაიგეს ამ თემის შინაარსი და მე მივხვდი, რომ იცით როგორ არის, როდესაც ეს ჩემ ცხოვრებაში ხო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გაბედული გადაწყვეტილება იყო, ესეთ არჩევას ადამიანი ხშირად ხო ვერ აკეთებ და მივხვდი, რომ ყველას არ შეუძლია ამ გამოწვევას გაუძლოს და შენი ესმის მას, ვინც ამას გააკეთებდა. ანუ შენთან იდენტობას აკეთებს, ანუ აიგივებს შენ თავთან ის ადამიანი, ვის შემძლია ამის და ვინც ამას ვერ გააკეთებს, ან მატერიალისტია, ან კონფორმისტია, ის არათუ გაიგებს, არამედ გაგლანცხავს. 1000 რამეს დაგაბრალებს. და მივხვდი, რომ აი ესე გაიყო მაშინ საზოგადოებრივი აზრი. მაგრამ მე ხო ეს იმიტომ არ გამიკეთებია, ვინ რას იფიქრებდა. მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ეს იყო ჩემი შინაგანი ხმა, ჩემი სინდისის ხმა. ჩემი შინაგანი ეკა მეუბნებოდა, რომ შენ სხვანაირად ეხა ვერ მოიქცევი. ვინც არ უნდა გთხოვოს ეს და თუნდაც სამყარო დაიქცეს, მე მაინც იმ გადაწყვეტილებას მივიღებდი, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ვიცხოვრებდი. არ გქონიათ ცდილობა, რომ აქ ეხსნათ და უფრო მეტად გეპოვათ? ბიზნესთვის? არა, საზოგადოებისთვის. კი, ვცდილობდი ამას, მაგრამ იცით როგორი მომენტია ყველაფერს, მიმღეობა არ იყო მაშინ ასე ღრმად ამ თემის. თან იმდათ უკვე იმ პერიოდშიც პოლარიზებულები ვიყავით. ხო, არ იყო. შეიძლება რთული იყო, რომ არის ერთი მხარე, მეორე და ეს მესამე რო. ხო, თან იცით რა არის? კი, ეგ არის ზუსტად.
და ამას ემატება ისიც, რომ მაშინ სასამართლო ასეთი სასტიკი და ასეთი სუსხის მატარებელი, როგორც ეხლა ადამიანები საკუთარ თავზე ამას ხვდებიან, არ იყო. ეხლა რომ შეეხო ბევრი ის ადამიანი, რას ნიშნავს უსამართლოდ მჟავდება, დაჯარიმება, დაპატიმრება, უფრო მიხვდნენ ეს რას ნიშნავს. და როდესაც რაღაცას ეხები შენ თავად, უფრო ხვდები და მაშინ მივხვდი, იმიტომ არ ესმოდათ ჩემი ამ ნაბიჯის იმ ადამიანებს, ვინც ამბობდა, რომ რა უნდა საწავიდა. სხვა შორის ბიზნესმენიშვილმაც ეგრე თქვა, რო კითხეს ეკა საწავიდაო, ხო არ იტყო და ამოხდა და თქვა, რომ არ ვიციო რატო წავიდაო. ეს არის ერთადერთი კომენტარი, რაც მას აქვს გაკეთებული ჩემთან დაკავშირებით. და ეცადა რომ ამ თემისთვის გვერდი აევლო. მაგრამ ბევრს ჰქონდა ეს კითხვა ქართული ოცნების მხარდამჭერებს, საწავიდა, რატო წავიდა? და რატო? და იმიტომ რომ თავარი იდეას დაემუქრა საფრთხე. იმიტომ რომ თავისუფალი სასამართლოს გარეშე ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ თავისუფალ ქვეყანაში. ეს ჩემთვის როგორც იურისტისთვის არის ფუნდამენტი, თავარი ღერძი. და ეს 2018 წლის დეკემბერში რაღაცა მირაჟივით ისმოდა ბევრისთვის. და ვცდილობდი ამის ახსნას, მაგრამ არ იყო ის მომენტი ამის მიმღეობის. დღეს ესმით. იმიტომ რომ თვითონ ადამიანები შეეხნენ ამ თემას. გამოცდილება აქვთ უკვე. დიახ. ქალბატონო ეკა, ამ 8 წლის განმავლობაში, რაც წამოხვედით, ხო? აღარ გქონიათ კომუნიკაცია ბიზნესთან. ან ტელეფონის ზარით, ან ჰქონდა იქამდე, მაგრამ არ მინდა მის დაკონკრეტება. წამოსვლის მერე კი ჰქონდა მას თვითონ ჩემთან. ხომ არ იყო ეს თხოვნა რომ დაბრუნდი? იყო, ბევრი თხოვნა იყო დაბრუნების, როცა მოდიოდ. დაგეკონტაქტოთ. წამოსვლის პროცესა მე გადავდექი, კი, მე რამდენჯერმე მთხოვა, რომ მე არ წავსულიყავი და შემეცვალა გადაწყვეტილება. მაგრამ მე ეს გადაწყვეტილება არ შევცვალე. ქალბატონო ეკა, როგორ წარმოგიდგენიათ ქართული ოცნების მმართველობის ბოლო დღე? აი რა მოხდება იმ პერიოდში სისტემაში? კიდათ მივმართო ჩემ წარმოსახვით ფანტაზიებს. დიახ. მე მოდი ახლა მივმართავდი ლოგიკის ფილოსოფიას და ასე დროს ლოგიკა რას კარნახობს, იცით, როდესაც პროცესები არ იმართება კანონით, როდესაც ქვეყანა არ იმართება კონსტიტუციით და სამართლიანობით და იმართება ქაოტურად ერთი ადამიანის ვერტიკალური სურვილებით, ბოლო დღე შეიძლება იყოს ძალიან დრამატული. ანუ აი რომ წარმოიდგინოთ, ეხლა ვიზუალიზაცია რო გავაკეთოთ ამ წარმოსახვის, რომ წარმოიდგინოთ თოქზე დაკიდებული, აი თოჯინების თეატრში ხო გიყვართ თოჯინების თეატრი? მარიონეტები. წარმოიდგინეთ აი ეს თავარი ხელი. რომ გაწყდება ძაფები, რა ხდება მაგ დროს, როგორ დაეცემიან ეს პაიკები, მოთამაშეები, თოჯინები. იმ ხელს რა მოსდის მაგ მომენტში? ყველაფერი სათხას მთავრდება, ჩემო ძვირფასო, ყველაფერი მთავრდება მიწაზე. და როცა ეს მომენტი დადგება, ნუ მაწინასწარმეტყველებინებთ, ახლა როდის ეგ მე არ ვიცი, ეგ უფალმა იცის. ეგ რო დადგება ეგ დრო, მე ფინალი არის ეგეთი. თქვენი აზრით უკვე ვერტიკალური მართვის ანუ ფინალი ეგ არის, როცა ჰორიზონტალურად იმართება და ჰორიზონტალური მართვა არის სახელმწიფოებრივი, ანუ სისტემური მართვა, ინსტიტუციონალური მართვა. მაშინ არ წყდება ეს თოჯინები და არენარ ცხება. ბალანსია. ერთ დონეზე არიან ყველა. ეგ არის, ამას ვამბობთ, რომ უნდა იყოს ბალანსი, ხო ესეა. თქვენი აზრით უკვე ამზადებს ვინმე გაქცევის გეგმას? ალბათ. ვინც არიან? ალბათ, არ ვიცი ხა. მე ნუ ჩამახედებთ მათ გონებებში, სადამ აქ მაგდენი დრო, ეხა მათ გონებებში ვიცხოვრო და ამაზე თვითონ იფიქროთ, ისე იცხოვრონ, რომ მოდი რა ისე უნდა იცხოვრო, რომ გაქცევაზე არ იფიქრო. აი, მე მაგალითად არასოდეს არ მეფიქრია საქართველოს შემდეგ მიყვარს საფრანგეთი. აი, იქაც კი სადაც ძალიან ორგანული ბმა მაქვს რაღაცნაირ კავშირი.
და არ გზნობ უცხოთ თავს, ერთ კვირაზე მეტი ვერ ვჩერდები და გასაქცევად რომ გაიხდი ადამიანის საქმეს, არ ვიცი, იცხოვრე ისე რომ მშვიდად იცხოვრო. ამისთვის უნდა იპოვო ღირებულებების თავარი ღერძი, მე ღერძზე იარო. ბევრი გაიქცევა? ხო, აბა როგორ ან სად გაიქცევიან სანქცირებულები რო არიან. ეხლა ამას ფიქრობ, სად გაიქცევიან რუსეთში? არ ვიცი. ხო, იქ ალბათ იქ თორე ევროპაში, არ ვიცი, სანქციები გამო არ შეუშვებენ იმათ, ვინზეც ალბათ ჩვენ ეხლა ფიქრობთ და სად წავლე? სამეგრელოში ისე ირდა ლამაზი ადგილები გვაქვს დაჭარაში. რას ფიქრობთ? თავარი შეცდომა ხომ არ არის ქართული ოცნების ის რომ ბევრს გონია რომ ძალაუფლება მუდმივია. როგორია იცით, ძალაუფლება მე ხო გამომიცდია რა არის, როცა გაქვს დიდი ძალა, თანამდებობრივი, თორე ხა დიდი ძალა ადამიანს რო შინაგანად აქვს, სულიერი ძალა, ამაზე დიდი ძალა არც ერთ თანამდებობას არ ახლავს. ყველას დიდი ძალა სულს აქვს, მაგრამ აი რასაც ქვია თანამდებობის ხიბლი, რომელიც მე არ მომწონდა არასდროს გულსვარად გეტყვით და ალბათ იმიტომ რომ თავისუფალი პროფესიიდან მივედი პარლამენტში, ხა ადვოკატის პროფესია არის უნიკალური თავისუფლების სივრცე და აი იქიდან რომ მიდიხარ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი რო ხდები, ხო, კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი 2012-დან 2019-მდე და ეს ის აი როგორია იცით, ცდუნება დიდი იწამლები. აი როგორი ცდუნება იცით, რომ მე მივხვდი რატო ვერ ელებიან თანამდებობებს და რატო არიან ესე ჩაფღაუჭებულები. მე არ გამიჭირდა უარისქვა, იმიტომ რომ მე ეს თავისუფლება მქონდა უკვე. და ამ თავისუფლებით მივედი იქ. და პირიქით მე არ მომწონდა ჩარჩოები, დოგმები, არ მომწონდა შეზღუდვები და მე ამ შეზღუდვებით ცხოვრობდი ის წლები სულ აკრძალვებით, იმიტომ რომ ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება, ხო, სახარებისეული პრინციპი სახელმწიფო მართვის ფილოსოფიაში ზუსტად ესია, რაც უფრო მაღალი თანამდებობა გაქვს, მით მეტი პასუხისგებლობა გაქვს და სულ ვიყავი შეზღუდული ყველაფრით და არ მომწონდა, ამიტომ მე არ ვიყავი ჩაბღაუჭებული რაღაც თანამდებობებს, მაგრამ ხედავდი აი იგივე სტატუსის ადამიანები როგორ ებღაუჭებოდნენ და ეშინოდათ ამის დაკარგვას. რატო? იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენია უკვე იმ კომფორტის გარეშე საკუთარი თავი. მაგ მომენტში თქვენ რას გრძნობდით აი იმ ხალხს რომ უყურებდით? სიბრალუს. რომ ვერ ხედავს თავის თავს სტატუსის მიღმა. რატომ ეს კომპლექსებიდან გამომდინარე? იმიტომ რომ არაფერი როცა არ შეგიქმნია ღირებული და უცებ აი აღმოჩნდები ერთი ნავიდან მეორე ნავში, იმიტომ რომ გინდა რომ კომფორტულ გარემოში დარჩენ, კონფორმიზმში და მატერიალიზმში იცხოვრო, შენ თავარ ღირებულებებს გვერდს უვლი. ადამიანის ცხოვრება რა არის? მუდმივი არჩევანია. ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ ამ. მე ხა მოვსულიყავი თქვენთან, თუ წავსულიყავი სხვაგან, ხო გავაკეთე ეს არჩევანი. ყოველდღე აკეთებ ადამიანის ეს არჩევანს და ადამიანის ღირსება მის არჩევანშია ეს გენიალური გამოთქმა, ხო, ზუსტად ასახავს იმას, რომ რას ირჩევს ის ადამიანი. თანამდებობაზე ყოფნა იმიტომ უნდა, რომ გააკეთო საქმე, ღირებული, სიკეთე, აი რაღაცა შენ სამშობლოს სარგებელი მოუტანო თუ მოიხვეჭო და ბევრი ფული იშოვო და აი რაღაცა დააგროვო იმდენი რომ გონია რომ ეს რაღაცა მარადიულობას მოგანიჭებს. ანუ აცდი ამ თავარ ღირებულებებს და ეს დაემართათ. შემთხვევითი ადამიანები მოვიდნენ ამ ძალაუფლების საჭესთან. ეს არის ივანიშვილის ტრაგედია. რომ მან მოიყვანა ხალხი ნიშნულოვან პოზიციებზე, იმიტომ რომ არ აქვს დიდი რეზერვი ადამიანური რესურსის, რომელთაც არ აქვს ის ღირებულებები, რაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფო მოხელეს და მოიყვანა შემთხვევითი ხალხი. ეს არის მისი ძალა, როგორც ცუდ მწვრთნელს რაღაცა უნდა უჭირისუფლო, იმიტომ რომ ვერ შეარჩია კარგი გუნდი და
და ვერ გამოყავს მოედანზე კარგი გუნდი სათამაშოდ, ხო? და უნიჭო დაალაგა სტრატეგია. აი ეს ჭირს ახლა მას მოიყვანა ისეთი ხალხი, ვინ მოგწონთ ქართულ ოცნებაში, ვიზე იტყვით, რომ აი ამას აქ რა უნდა, ნეტა ეხა ეს არ იყოს მან. ვიზე დაგწყდებათ გული იქ? მე არ ვიცი ეგეთი უკვე. ქალბატონო, დავუბრუნდები იმ პერიოდს, როდესაც გადაწყვეტეთ წამოსულიყავით ვისაუბრეთ პოზიციაზე და ახლა მაინტერესებს როგორ შეხვდა ამ ამბავს ოპოზიცია. ლიდერები, ოპოზიციის ლიდერები. ოი, ესე იგი რომ მახსენდება, რა საშინელი რეაქცია ქონდა ჩემ თავარ ოპონენტს მაშინ დაუძინებელს ნაციონალურ მოძრაობას. ესე იგი იქ ვიყავი მლანძღავდნენ, წამოვედი მლანძღავდნენ. ბერა იტანეს რომ მახსოვს ორი თვე აი მთავარი თემები საინფორმაციოებში იყო ბესელიამეს თქვა, ბესელიამ კომიტეტზე ეს გააკეთა, ეხლა იქ წავიდა, ეხლა იქ თქვა და აი ერთხელ მოაწყო სპეციალური ბრიფინგი, მახსოვს, არ დავასახელებ გვარს ვინ მოაწყო და პირდაპირ თემა ეს იყო, რომ რატომ აშუქებთ, რას თქვა ეკა ბესელიამ, რაში გაინტერესებთ? სხვა თემა არა გაქვთ, ეუბნებოდა მედიას. იმიტომ რომ ისინი მლანძღავდნენ და ამბობდნენ ნაციონალურ მოძრაობის მაშინდელი ლიდერები, რომ აი ხე იმიტომ წამოვიდა, რომ ერთმანეთში ვერ გაიყვეს რაღაცა, ნუ აი მეშანური, აი პრიმიტიული ახსნა. აი იქაც კი ვერ შეძლეს, რომ ეხა ორივე გამლანძღავს ქართული ოცნების მომხრეებს და ნაციონალურ მოძრაობის მომხრეებს. ამას რომ ამბობ, მაგრამ არ მაღელვებს, ეგ აღარ მაღელვებს. აღარ მაღელვებს, იმიტომ რომ აი ერთი და იგივე ტექსტები და ერთ-ერთი ფრაზები, ამასაც არც ვკითხულობ. მაგრამ რეალობა ეს იყო, მაგრამ დანარჩენები შეხვდნენ სიხარულით. მაგრამ აი ეს ნაწილი, როგორც გითხარით, მამათა სულ ოპონირებაში ვიყავი, სულ მებრძოდნენ, რომ თვლიდნენ, რომ მე რომ მებრძოდნენ, ამით თელ გუნდს აზიანებდნენ და მაშინაც წინახალზე ვიდექი, სულ წინახალზე მიწევს ყოფნა რატომღაც. არ ვიცი, ესე გამოდის, მე არ ვირჩევ ამ ადგილებს. ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან? ნაციონალურ მოძრაობასთან? ოპოზიციის მე ესე ვყოფ რა, ნაციონალურ მოძრაობა და სხვა პარტიები. ნაციონალურ მოძრაობასთან მე არასდროს არა მაქვს თანხვედრა იდეების, მოსაზრებების. შეიძლება ცალკეულმა წარმომადგენლებთან ვისაუბრო, არიან ადამიანები მათთან, ვისაც შეიძლება საუბარი, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც არ შეიძლება საუბარი. შეგვიძლია ვთქვათ ვინ? არა, არ არის პერსონიფიცირება საჭირო. მაგრამ ზოგადად პარტიებთან მე ყველასთან საუბრობდი, როცა წამოვედი, ველაპარაკებოდი ზოგადად სასამართლოს თემაზე, მართლმსაჯულებაზე, რეფორმებზე, არჩევნებზე და ეხლაც ვსაუბრობ ყველასთან. ვისთანაც კი ამ საუბარს აქვს აზრი, უგონ ინდივიდუალურად. ასე რომ, ნუ მე იმ პოლიტიკურ ძალასთან მაქვს ჩემი მყარი შეხედულებები. მე მიმაჩნია, რომ არც ქართული ოცნება და არც ნაციონალურ მოძრაობა არ უნდა იყოს ქვეყნის მართვის სათავეში. ორივე ვნახეთ. და არა. ქვეყანას სჭირდება სხვა ტიპის მმართველობა. დაბალანსებული, რაციონალური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, გაბედული, სუფთა, წესიერი, მოტივირებული, გულანთებული, ადამიანის უფლებების პატივისმცემელი ადამიანების ჯგუფი. ეს არის ჩემი ხედვა. არსებობენ ასეთები? მინ ცალკეული ადამიანები როგორ არ არსებობენ, საქართველოს არის უნიჭიერესი ადამიანები სავსე ქვეყანა და ეს ამ პროცესმაც გამოაჩინა ხო აი ამ სამოქალაქო აქტივიზმის დროს, აი რამდენი საინტერესო ადამიანი ვნახეთ, ხო? როგორ არ არსებობენ, უბრალოდ ბევრს არ უნდა პოლიტიკაში მოსვლა. აფრთხობთ, ეშინიათ, აი ამ წინააღმდეგობების, ამ თავდასხმების, ცილის წამების, აი ყველაზე მძიმე რაც არის პოლიტიკოსისთვის, რასაც უნდა გაუძლო, აი ჩემთვის ყველაზე მძიმე. ერისი მოთმენაც მიჭირდა ყოველთვის იყო ცილის წამება. აი საშინელი მოსასმენი ადამიანისა გაბრალებს ისეთ რამეს, ქალი, კაცი, რა ვიცი,
რაც არასდროს არ გაგიფიქრებია, არათუ არ გაგიკეთებია. აი ფიქრად რო არ მომსვლია არასდროს, აი ისეთ რაღაცასო დაგაბრალებენ. ამის მოთმენა და გაძლება ურთულესია და აი ამიტომ არ მიკვესო, ბევრს არ უნდა პოლიტიკაში ყოფნა, იმიტომ რომ იცის რომ აი ეს ტალახის სროლა, ეს იარლიყები, 1000 რაღაც დაბრალება, ეს თანამდები პროცესია ქართული პოლიტიკის და შენი თავი უნდა გაიმეტო თუ აი იდეისთვის მიდიხარ. აი ჩემ შემთხვევაში ხო მე ძალიან წარმატებული ვიყავი ჩემ პროფესიაში. მე ხო არ ვიყავი შემთხვევითი ადამიანი. მქონდა არაჩვეულებრივი პროფესიული გზა. ვიყავი ჩემი პროფესიული გზის მწვერვალში მე როდესაც პოლიტიკურ პროცესში აღმოჩნდი 2007 წლიდან, როცა დაიწყო გამოსვლები. მივატოვე ყველაფერი, აი ეს აწყობილია უდიდესი პროფესიული სისტემა დარჩა ჩემს გარეშე და აი ფაქტიურად ნოლიდან დავიწყე მე რაღაცების კეთება, როცა მოვუტრიალდი პროფესიაში ისე. ეს არ არის ადვილი გაიმეტო ამდენი რამ, ამდენი მსხვერპლი გაიღო, ოჯახის წევრები, შენი პირადი პროფესია, ყველაფერი გავიღე ამ ბრძოლაში. ყველაფერისი გაღება ჩემ მეცლო და ამიტომ არ ვიღებ აი ვიღაც რომ ელაპარაკება ესეთი მორალისტური, მენტორული ტონით და ჭკუას მარიგებს რა უნდა გამეკეთებინა, ვერ ვღებულობ ამას. იცი რატო ვერ ვღებულობ? მოდი აი იმის მესამედი გაბედოს, იმის მესამედი გააკეთოს, აი იმისი მეათედი გაიღოს, რაც მე მადლობა ღმერთ შევძელი, აი მე მოусმენ და მე მივიღებ ამ მორალისტურ ენას. იქამდე ვერა. განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან არაფერი ვერ გაუკეთებიათ საკუთარი ინტერესების დაცვის გარდა. კაცი შეფასებაა, მაგრამ ვიცი რასაც ვამბობ და მაქვს ამის თქმის უფლებაც. ქალბატონო აკა დღეს ხშირად ამბობენ რომ ქართულ პოლიტიკაში შიში და კომპრომატები არის რაღაც მთავარი ელემენტი რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. როგორ შეაფასებთ ამ რეალობას თქვენ? არის ეს ფაქტორია. ეს უდიდესი ფაქტორია, ადამიანები შიშის გამო ემორჩილებიან ზეწოლას და როდესაც დღეს ყველა მიცის რომ უსმენენ ტელეფონზე, უთვალთვალებენ ადამიანებს და იციან რომ დაუცველები არიან, ეს ამყოფებთ მათ მორჩილების მდგომარეობაში, თუმცა საბოლოოდ ეს ძალიან არასწორია. აი მე ვკითხულობ ლექციებს სტუდენტებთან სისხლის სამართალში, ვკითხულობ სპეციალურ კურსს ქალთა მიმართ ძალადობა რა არის, როგორ უნდა ებრძოლო და სულ ამაზე ველაპარაკები ჩემ სტუდენტებს. არასოდეს არ უნდა იყო არც მოძალადის და არც მსხვერპლის როლში. ეს რთულია. ძალიან, ანუ არ უნდა დაექვემდებარო არანაირ ზეწოლას. უნდა იცოდე, აი უნდა გააცნობიერო, რომ თუ ერთხელ აი ამ ზეწოლას დაექვემდებარები, ის უფრო გაძლიერდება. და როგორც კი იწყებ წინააღმდეგობის გაწევას, ანუ შენ თავში ეძებ და პოულობ ძალას, რომ ამ ზეწოლას დაუპირისპირდე და წინააღმდეგობა გაუწიო, იწყება შენი გაძლიერების პროცესი. აი შიშებს არ უნდა გაექცე, შიშებს უნდა შეეხო. აი ამაზე საუბრობდი დასაწყისშიც. ქალბატონო აკა თქვენს წინააღმდეგ პირადი კადრები. ვიცი რაცაც ვკითხავთ ახლა. თავარი იარაღი იყო? თავარი იარაღი აღარ იყო. უბრალოდ თვითონ ფიქრობდნენ რომ ეს თავარი იარაღი იყო. თავარი იარაღი გამოყენებული იყო უკვე იქამდე. როდესაც ჩემი შვილი და ძმა დააპატიმრეს, ეს იყო ჩემთვის თავარი იარაღი და ამას რო გაუძელი ახლა მე სხვა რამე მეჩვენება უფრო იოლად გასავლელად.
რაც შეეხება აი იმ პროცესს, აი მომენტს, როდესაც ეს არის 2019 წლის იანვრის ბოლო, ჩემი გადადგომის შემდეგ. იცით როგორი მომენტია? ჯერცერთი ველოდებოდი. აი ხო ვთქვი, როცა შედიხარ, ველოდებოდი ყველა ტიპის თავდასხმას, ყველა ტიპის ფორმის გამოყენებას. და როცა შედიხარ ურთულეს პროცესში ბრძოლის, უნდა იცოდე, რომ მოწინააღმდეგე გამოიყენებს ყველა მეთოდს. და ეგ როგორი რაღაცა არის, ცით ზოგადად საზოგადოების გამოცდაც არის, არ არის მარტო პერსონალურად შენი გამოცდა, როცა შენ წინააღმდეგ იყენებენ აკრძალულ მეთოდებს. ადამიანს პირადი ცხოვრება აქვს ხელშეუხებელი და ყველას აქვს პირადი ცხოვრება. აქ ხო ასახსნელი არაფერი არ არის. არაფერი ხო არ არის ასახსნელი. აი ამის გაცნობიერებაა ძალიან მნიშვნელოვანი. ამის მიუხედავად მოდი შემგაწყვეტებთ ზოგს უჭირს რომ ეს გააცნობიერო. ხო და აი ამას დავეხმარები ახლა იმის ახსნა მინდა რომ აი ეს ამის ახსნა მინდა რომ დავეხმარო მათ ვისაც ეს აფრთხობს. იმიტომ რომ მე ბევრი შემთხვევა ვიცი მას შემდეგ რაც ვიღაცამ გადაწყვიტა რაღაცა ჯგუფმა რომ ამითი ჩემი განეიტრალება მოეხდინა ხო ეს ხო მეთოდი იყო რომ ფიქრეს რომ ეხლა ამით უნდა გავანადგუროთ ხო ვიღაცამ გადაწყვიტა ესე რომ ეს არის რაღაცა მორალური ტერორის იარაღი უბრალოდ არ გამოუვიდა და რატო არ გამოუვიდა ამას გიხსნით ზუსტად ყველას აქვს პირადი ცხოვრება და არავის არ აქვს უფლება პირად ცხოვრებას ჩაერიოს არავის თუ ის არ არღვევს ხვის უფლებას ეს არის პირადი ცხოვრება და მორჩა მაგრამ ადამიანებს ხო არ მოწონთ პირადი ცხოვრების აფიშირება იმ დოზით რა დოზითაც ამას აკეთებენ ხო ვიღაცამ ეხა თქვენ გადაგიღოთ ჩაგწეროთ მე ეს აჩვენოს ვის უნდა ხო ეს ხო არავის არ უნდა თუ ვიღაცამ ეს გაწყვიტა ეხა ავიც თვითონ თუ მოწონს ეს პროფესია თუ აქვს ესეთ ხო მაგრამ სხვა შემთხვევაში ხო ეს არის იარაღი ტერორის რაღაცა ტერორის ფორმა ნამდვილად მასე მაგრამ ნახეთ რა არის მთავარი პირველი მთავარი არის ემოციურ მხარეს თავი დავანებოთ არ მინდა ამ ემოციებთან დაბრუნება ეს უმძიმესი პროცესია და არ მინდა იქ დაბრუნება იქიდან სუცილობ რომ გამოვიდე და გამოვედი ნახეთ როგორი რაღაცა პირველი რომ ასახსნელი არაფერი არ აქვს არავისთან იმიტომ არაფერს არ აკეთებ უკანონოს შენი პირადი ცხოვრებაა და მორჩა აი აქ ხო მორალურად მყარად ხარ ეხლა თუ მე არ ვლაპარაკობ ხალათზე და ასე შემდეგ, სადაც რაღაცის დამალვა გინდა, ხო ეს სხვა თემაა. მე ვლაპარაკობ პირად ცხოვრებაზე, რომელიც ადამიანს აქვს ლეგალურად. ჩემ შემთხვევაში ეგ იყო, არაფერი არ იყო, რამე ისეთი ჩანაწერი კი არ იყო, რომ ასახსნელი არის, რომ ვინმეს ღალატობ, ოჯახს ღალატობ, არა. ეს იყო ძველი სააკაშვილის პერიოდის ჩანაწერი, რომელიც ვიცოდი რომ არსებობდა. ვიცოდი მაგრამ არ მოქმედებდა ვიცოდი რომ მითხრეს რომ არსებობს იმიტომ გამაგებინეს რომ ამით ყოფილიყავი რაღაცა შანტაჟის ქვეშ ვინ გაგაგებინათ ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში გავიგე ქალბატონო კითხვა მქონდა ძალიან დეტალიზება არ გვინდა ამ თემის იმიტომ რომ ბევრჯერ მისაუბრია თავარი რამე მინდა რომ აი დავასრულებ რა თავარი რამე მინდა ავხსნა იმ ხალხისთვის ვისაც ეს თემა აწუხებს ნახეთ ეს ჩანაწერი ეს არის ჩემი ოჯახური ცხოვრების ჩანაწერი სრულიად კანონიერი და ლეგალური არაფერი დასამალი უბრალოდ დასამალი ისაა რომ პირადი სივრცეა როგორ გძინავთ აი უყურეთ როგორ გძინავთ ღამე თქვენ რომელ სასტუმაზე გიდევთ თავი ხო არ გინდათ ეს ვინმე ნახოს ვიღაცას უნდა რა ვიცი ხა პირდაპირ ეთერ შეიძლება ლაივი ჩართოს მაგ დროს და აჩვენოს როგორ იძინებს ხო ეგეთი მე არ მომწონს პირადად ეს მე არ მომწონს მე ვარ ადამიანი რომელსაც არ მოწონს თუნდაც ის რომ აუზზე ვიღაცამ გადაუყოს ან ზღვის სანაპიროზე გადაუყოს იმიტომ რომ ჩემს ეს მოქმედებს და ალბათ იმიტომ რომ იცოდნენ რომ მოქმედებს იმიტომაც იყო ეს თავის დროზე გაკეთებული ხო თორე ის კი არა რომ რაიმე ისეთი მომენტია რომ აი ვიღაცას თან უნდა მე ავხსნა რამე არაფერი არასახსნელი არავისთან არ მქონდა ეს იმისთვის რომ კითხვების შინაარსზე არ დაისვას
შინაარსთან დაკავშირებით. აი, აქ დავსვათ წერტილი. ვიცოდი რომ არსებობდა. გამაგებინეს, იმიტომ რომ ამით ყოფილიყავი ზეწოლის ქვეშ, მაგრამ მიხვდნენ რომ არ იმოქმედა. როგორ გამოიყურება ფორმა, რომ გაგებინებენ, რომ ჩვენ გვაქვს მომწერეს. სად Facebook-ზე? რა მნიშვნელობა აქვს ჩემო ძვირფასო, ხო? მომწერეს და მითხრეს. ფანტასტიკური. რა არის ფანტასტიკური? მომწერეს და მითხრეს, არ არის ფანტასტიკური, რაღაც ფორმით გაგებინებენ ამას. მე მომწერეს და მითხრეს, რომ გვაქვს ეს. და მომთხოვეს, რომ აი ამის შემდეგ ახლა გაქრი. და უთხარი არსად არ გავკრები. იმიტომ რომ არაფერი არ მაქვს ასახსნელი, არაფერი არ მაქვს სათაკილო, უბრალოდ არ მინდა რომ ეს აი ჩემი სახში კარსო მივიხურავ, იქ მე ჩემს შვილებს როგორ ვესაუბრებიან ოჯახის წევრებს, არ მინდა რომ ამაზე თქვენ პირდაპირ ეთერში ესე ვთქვათ უყუროთ, ხო? მორჩა, მაგრამ ამის გამო რომ ეს უკანონოდ ჩაიწერეს და ამის გამო დაიჭირეს ადამიანები და მე ბევრი დრამატული ამბები იყო, ვინც ერთ-ერთი ვინც ის გააკეთა წლების მერე მოვიდა ბოდიშის მოსახდელად ჩემთან. კი, ყოფილი თანამშრომელი სისტემის ძველი კუდის, რომელს მითხრა რომ მე გავაკეთე ეს. და მითხრა რომ ხა მუხლებზე დავდგები და პატიებას გთხოვ. და მე ვთხარი მე რატო უნდა მთხოვ პატიება შენ თავთან გაქვს შენ პრობლემა, შენ უნდა იარო ამ ტვირთით და ამ სიმძიმით. მოკლედ გავაგრძელოთ ხო ეს მინდა რომ თავარი ასრი მინდა რომ გითხრათ, მგონია რომ ეს ძალიან კარგი გზავნილია ქალისთვისაც, კაცისთვისაც, ვინც ამ ზეწოლის ქვეშ არის დღესაც. და მოკლედ როცა მიხვდნენ რომ მე ამის გამო არ შევიცვლიდი ჩემ პოზიციას, არ გამოუქვეყნებიათ. დამთავრდა. მოვდივარ ჩვენ ხელისუფლებაში და ზუსტად იგივე ეს ჩანაწერი ჩემი გადადგომის შემდეგ გავრცელდა. და ეს უკავშირდება და არ შემაწყვეტინა ერთ წუთი, ეს უკავშირდა, ახლა შეეხი ამ თემას, არ მინდა რომ იფიქრო რომ გაურბივარ, მე არ გაურბივარ, არც ერთ თემას ხო გითხარით რომ არა მაქვს ტაბუირებული თემები, გარდა ჩემი პირადი სივრცისა, რომელიცაც არ საუბრო, მაგრამ ეს აღარ არის უკვე პირადი, იმიტომ რომ გასაჯაროვდა, ხო, ის ნაწილი, ის ეპიზოდი, ჩემი, ესე ვთქვათ, იმ ცხოვრების იმ მონაკვეთის, რომელიც ეხება სააკაშვილის წლების პერიოდს, როგორც გითხარით და როგორც კი გადავდექი, ერთ თვეში ვრცელდება ეს ჩანაწერი და მივხვდი, რომ ეს იყო პირდაპირ დაკავშირებული ამ სასამართლოს თემაზე, როდესაც მე მოსამართლეების უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევის სია გავაჩერე და გადავდექი და თან ღიად ვთქვი რატო წავედი. და ეს იყო შურიზიების აქტი. როგორც კი ეს კითხვა დაუსვი ჩემ თავს, რატო გააკეთეს და მივხვდი, რომ ამიტომ გააკეთეს. აი მანდ მივიღე გადაწყვეტილება. ან პირველი უნდა დაუსვა კითხვა, რატომ იყენებს მოძალადე შენ წინააღმდეგ გამიარაღს და როგორც კი პასუხს გაცემ, ზუსტად ის არ უნდა გააკეთო, რასაც გთხოვენ. ანუ მიზანი ამისი იყო, რომ მე წავსულიყავი, გავჩერებულიყავი, შემეწყვიტა საუბარი, საჯარო კრიტიკა ის იყო ამაზე და დამემთავრებინა ეს ბრძოლა. არა, გავაკეთე ყველაფერი საპირისპირო იმის შემდეგ, რის შეცვლასაც ითხოვდნენ, არ უნდა გამეკეთებინა ის ნაბიჯები გადავდგი სწორედ. ეს იყო ჩემი პასუხი აი ამ საშინელ მეთოდზე საბრძოლველად. როგორც გითხარით, შინაარსზე არაფერი არ მაქვს ასახსნელი, მაგრამ ფორმა არის აი საშინელი მეთოდი და ეს იყო როგორი რაღაც, ეცი აი საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც ეს თემა ტაბუირებული ქონდა. რაღაცა ფსიქოლოგიური გარდატეხა მოახდინა, როგორც მითხრეს, ძალიან ბევრი უფლებადამცველი, ძალიან ბევრი ადამიანი მელაპარაკებოდა თავის ისტორიებზე. იმ პერიოდში მიყვებოდნენ, რომ თვითონ როგორ განიცდიდნენ მუდმივად ამ წნეხის ქვეშ ყოფნას და მითხრეს, რომ აი ამ პროცესმა რაღაცა ბიძგი მისცა, თითქოს აი რომ გადააბიჯებ ამ შიშს. აბა ეხა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც აშანტაჟებენ რაღაცა ჩანაწერებით, ხო? როგორ შეიძლება შენი პირადი ისტორია იყოს შენთვის შენი რაღაცა შენზე ზემოქმედების იერარქი?
და ამის გამო იცხოვრა შიშში. წარმოუდგენელია ეგ. პირიქით უნდა თქვა, რომ მიდი აბა გამოიყენეს იარაღი. გამოიყენეს იარაღი და ვერ მიაღწია მიზანს. ხო ვარ ხა თქვენს წინ სახსალამათი. და ვინ არის ხა ამ ყველაფერს დაზარალებული? ვინ დაზარალდა? ის სისტემა, რომელმაც ეს იარაღი გამოიყენა, მაგრამ ფუჭად. მე არც ჩემი ქცევა შევცვალე, არც ჩემი იდეები შევცვალე, არც ჩემი გადაწყვეტილებები შევცვალე ამის გამო. და გავიარე ეს გზა. ესეც გავიარე. ქალბატონაკა ამომწურავად გიპასუხე ამ თემაზე. ემოციებს როგორც მითხარით არ შევეხები. იმიტომ რომ ძიმია ეხა რა გინდათ ეგ ემოციები დავაფრთხო ადამიანები. ეს არ არის ემოციური, ეს არ არის ემოციურად მარტივი ამბავი. არა. არ მინდა ამასა შეხება, იმიტომ რომ არ მინდა გამოვიწვიო ზედმეტი სენტიმენტები და ერთწლიანობაში გეტყვი, გინდა გითხრა რას გავს ეს ეს მდგომარეობა, აი შედარების გეტყვი. წარმოგიდგენია რა არის გარდაცვალება შენი. ეს პროცესია რომ გარდაიცვლები და თავიდან რომ აღდგები. ერთ წინადობაში ეს არის. ემოციებს არ შევეხები. შევეხეთ უკვე ნაწილობრივ. მე არ მიცემ ჩემს თავს უფლებას. ხო, ნუ გითხარით უკვე, იმიტომ რომ მე არ მაქვს თქო ტაბუირებული თემები. რა მაინტერესებს? როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერები ერთ ხელისუფლებიდან მეორე ხელისუფლებაში? კი, გეტყვით, მარტივად გეტყვით. იმ უკანონო ჩანაწერების გამო ჩვენი ხელისუფლების პერიოდში დააპატიმრეს ძველი კუდის თანამშრომლები. და ეს ჩანაწერები იდო სასამართლოში. საინტერესოა რა. როგორი? შემთხვევითი არაფერი არ არის. სასამართლოში იდო. იმიტომ რომ საქმე იყო სისხლის სამართლის საქმე, დაწყებული რამდენიმე პირის მიმართ. ეხლა ციხეშია და ციხეში მყოფ ადამიანზე არ მინდა ველაპარაკო, მაგრამ ერთ-ერთი ამ პროცესის ერთ-ერთი რგოლი იყო ელისო კილაძეც. რომელსაც ძალიან ცუდი როლი აქვს ამ პროცესში ნათამაშები, მაგრამ ციხეშია და არ მინდა ციხეში მყოფ ადამიანს შევეხო. და რამდენიმე ადამიანი გასამართლდა. და ეს მტკიცებულებად იდო, ანუ მათი უკანონო ქმედების მტკიცებულებად სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც იყო სააპელაციო სასამართლომდე მისული. როდესაც ეს გავრცელდა და აღმოჩნდა, რომ ეს ის მასალა, რაც საქმეში იდო, მე მაშინ ხელი დავადე პირდაპირ სასამართლო კლანს და მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ რაღაცა ჯგუფს. და ვთქვი, რომ ეს იყო ამ ჯგუფთან ახლომყოფი ადამიანები, ეს საქმე დღემდე გამოძიებაშია სხვა შორის. მე არ ვანებებ ამ საქმეს თავს და ვიცი ზუსტად, რომ შეიცვლება ვითარება. მე ვიპოვი კონკრეტულ სახელს და გვარს ავტორების. დარწმუნებული ვარ, იცით ვინც არიან. კი, დაახლოებით ვიცი, მაგრამ მე მტკიცებულების დონეზე ვამბობს, როგორც იურისტი ხა. ხო, სამართლებრივად რო ეს ყველაფერი იყოს გამართული, თორე ხა ვარაუდების დონეზე, რა თქმა უნდა ვიცი. როდესაც სახელმწიფო იყენებს მსგავს მეთოდს, რა დონეზე ზიანდება ინსტიტუტები და თვითონ სახელმწიფო? ყველაზე დიდი ზიანი გარდა იმისა, რომ პერსონალურად ადამიანს ეს რა თქმა უნდა აყენებს დიდ ტრაუმას, მაგრამ პირველ რიგში ზიანდება სახელმწიფო. რაზე დგას სახელმწიფო ინსტიტუტები? დობაზე. აი დობას აცლის. დობა თუ არ აქვს, აი როგორ უნდა დაიჯერო შენ იმ ინსტიტუტების? ეს ქართულ ოცნებას არ ესმის დობის ფენომენი რა არის. თორემ მთელი მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები იმართება დობის პრინციპით. აი ნებისმიერი მთავრობა, რომელიც აი ბრიტანეთის მაგალითი არის არაჩვეულებრივი, როდესაც ბრიტანეთის პრემიერი გადადგა და ერთ-ერთი გადადგომა ხშირად ხდება ეს პროცესი, მაგრამ მისი მინისტრი, რომელმაც დაარღვია კოვიდის დროს რეგულაციები და ამით დობა
ნდობა დააყენა საფრთხის ქვეშ, დატოვა თანამდებობა. ეგ ძალიან კარგი ის იყო ჩვენთანაც იმ პერიოდში რაღაცები რო ხდებოდა. დიახ. იმიტომ რომ ნდობას ეჭ ქვეშ არ აყენებენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა რო დანიშნა მაკრონმა სხვა შორის ახალი არჩევნები, როგორც კი ნდობას დაემუქრა საფრთხე, ახალი არჩევნები დანიშნა, იმიტომ რომ ხალხს უთხრა რომ მოდით შეამოწმეთ ეს ნდობა არის თუ არა საკმარისი. დემოკრატიის მთავარი პრინციპი არის ხალხი უნდა ენდობოდეს, კი არ უნდა უყვარდეს თავისი მთავრობა და ხელისუფლება, უნდა ენდობოდეს და აი ესეთი მეთოდები ნდობას აცლის. დღეს არავითარი ნდობა არ აქვს მოქალაქეების ინსტიტუტების. პოლიციელის ნდობა რო არ გექნება და პოლიციელის მხოლოდ თუ გეშინია, შიშთან ერთად, ეხლა შიში უნდა ქონდეს დამნაშავეს, რომ კანონს არ ღვევს, მაგრამ მოქალაქეს არ შეიძლება ეშინოდეს მისი პოლიციელის, მას თქო ქონდეს განცდა, რომ ის მას იცავს. ეს რო იკარგება, აი რა არის გამოშიგნული, გამოფიტული მართვა ნდობის გარეშე. აი ეს მეთოდები კლავს სახელმწიფოში ნდობას, სასამართლოში რაც დღეს ხდება, ნდობა გამოცლილია. რა არის მართლმსაჯულება ნდობის გარეშე? ეს ნიშნავს, ის ღერძი მთავარი, რომელზედაც მოქალაქეები გადიან სახელმწიფოსთან მიმართებაში, ის ღერძი არის მოშლილი. ქალბატონო, ეგ ძალიან კარგი სიტყვა იხმარეთ ნდობა. ზოგადად ქართულ ოცნებაში შიგნით არსებობს ნდობა. არა. არავინ არაფერს არ ენდობა. არც ერთმანეთს არ ენდობიან. როგორ ახერხებენ იყვნენ ინსტინქტებით. ინტერესებით. აი როგორ შეკავშირდება ხოლმე ჯგუფი, როდესაც რაღაცა ცუდის გაკეთება უნდა. ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. დღეს ეს ჯგუფი ერთმანეთთან დაკავშირებულია ძალიან მატერიალისტური მერკანტილური ინტერესებით სამწუხაროდ. ნუ შენ იყავი ჩემს გვერდით, მიწას მოგცემა იქ და აქ. კი, ეგ არის. თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ოჯახის წევრებს, ძმას, შვილს. აჰა. არასდროს არ გქონიათ რაღაც ოჯახის წინაშე რაღაც ისეთი გრძნობა, რომ აი ნანობთ რომ პოლიტიკაში იყავით, ან ნანობთ რომ აი ძალიან ხმაურიანი ბრძანდებოდით და აი ეს წნეხი თქვენს ოჯახის წევრებზეც ტყდებოდა. ხო, ალბათ თუ რამის გამო ძალიან ბევრს ნერვიულობდი, იყო ის რომ ჩემი საჯარო აქტიურობა, რომელიც ასახსნელი კი არ მქონდა ოჯახთან, საბოდიშო კი არ იყო, იმიტომ ეს არის მოქალაქის პოზიცია. აქტიური მოქალაქის, მე ესე ვზდი ჩემს შვილებსაც, გავზარდე ჩემი შვილები, ორივე ბიჭის და გოგოც, რომ არ შეიძლება იყო პასიური მოქალაქე, არ შეიძლება არ გაინტერესებდეს რა ხდება შენ ქვეყანაში. ასეთია ჩემი ძმაც, ასეთი არიან ჩემი დედმამიშვილები. ასეთია დედა ჩემიც, რომელიც ძალიან აქტიური მოქალაქეა და ყველა საპროტესტო აქციებში გვერდით მედგა ხოლმე. და აი ეს კი არ მქონდა ასახსნელი ამას რატო ვაკეთებდი, არა, ისინიც ასე ცხოვრობენ. უბრალოდ ჩემს გამო ბევრი ინერვიულეს. და ამას ძალიან განვიცდიდი, რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდიდი, რომ განსაკუთრებით ჩემი შვილები, რომელიც და ყველაზე მეტად რატი, რომელიც აღმოჩნდა დიდი დარტყმის ქვეშ და ჩემი ძმა. იმიტომ რომ ჩემი გაჩერება იმ პერიოდში ეს 2009-10 წლები მოინდომეს მაშინ ჩემი შვილის და ძმის დაპატიმრებით და მაშინ იფიქრა იმ რეჟიმმა, რომ მოდი ამ ფორმით გავაჩერებთ ახლა ეგას. რა მიზეზით დააპატიმრეს? წინააღმდეგობის გაწევა პოლიციისთვის და აი ცნობილი მუხლები, ხო იცით, ისინი ჩემი ძმა საპროტესტო აქციებში იყო ჩემთან ერთად ჩართული, მაგრამ შვილი პატარა იყო, სკოლაში სწავლობდა. და როდესაც დააკავეს, თითქოს საზოგადოებრივ წესრიგი დაარღვიეს. და ეს რაღაცა სულელური საქმე შეიქმნა, უცებ განხვიც როგორც ხდება პოლიციელები მოწმეებად მოიყვანეს, რომ წინააღმდეგობა გაგვიწია და ესეთი არაფერი უწყინარი სიტუაციიდან უცებ გამოიძერწა
აი ესეთ საქმე, სისხლსამართლ საქმე და 2 წელი ვიყავი ესეთი შანტაჟის და საშინელი ზეწოლის ქვეშ. მიუსაჯეს ორივეს, იმიტომ რომ საპროცესო შეთანხმებაზე უარი ვთქვით. არანაირ გარიგებაზე არ წავედით, არც მე, არც ბიჭები. ეს ადმინისტრაციული დანაშაულია. სისხლის. და რამდენი მიუსაჯეს? ჩემ ძმას 2 წელი და ჩემ შვილს წელიწადნახევარი. და რამდენად სწორია სკოლის მოსწავლისთვის? არაფერ სწორი კი არა, გაუგონარი პრეცედენტი იყო. პირველი პრეცედენტი იყო, რომ სკოლის მოსწავლეს წელიწადნახევარი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ასეთი მუხლით და ის ციხეში არ აღმოჩნდა საბედნიეროდ იმის გამო, ჩემი ძმა ციხეში იყო 1 წელი. მძევლად ყავდათ, მაგრამ ჩემი შვილი მაშინ ძალიან დამეხმარა, სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთის მთავრობასთან გამიწია მას შუამდგომობა და საფრანგეთის მთავრობამ უპატრონა ჩემ შვილს მაშინ, იმიტომ რომ მოვასწარეთ გადაყვანა საფრანგეთში და მან იქ დაამთავრა სკოლა. რაღაც ირონიულიც რა არის მეორდება ყველაფერი თითქოს თქვენ ცხოვრებაში. ცხოვრებაში ხშირად ბევრი რა. ახლა რაც მოხდა ცოტა ხნის წინ ხო? ხო, ნუ მეთოდები. იგივეა. მოგიძულდათ მეგობრებო მეთოდები. დაძულდა, ხო. ამიტომაც მეთოდებს მე კი ვხდები უკვე მყარად, თუმცა ნერვულობ იმაზე, რომ თვითონ ეხა ჩემი ოჯახის წევრებისთვის არ არის მარტივი. აი ეს ჩემი ყველაზე დიდი ემოცია ალბათ აი ამაში ვლინდება უფრო. ჩემი გადაცემის ბოლო კითხვა. რისი გეშინიათ? ეხლა მე შიშები აღარ მაქვს დიდი ხანია. მე დამჭა ერთადერთი არ ვიცი შიში არ არის უფრო ეს არის უფრო განცდა ღვთის წინაშე როცა წავს დგები მინდა რომ შინაგანი სინდისი არ მქეჯნიდეს და არ მაწუხებდეს. ესე მინდა რომ იქ მივიდე მასთან და სხვა მიწიერი შიშები აღარ მაქვს მე დიდი ხანია. დიდი მადლობა. მადლობა, საინტერესო